ის მოგენატრეთ, მე ძალიან მომენატრეთ. გილოცავთ ახალ წელს. ყველას გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბევრ სიყვარულს და საუკეთესო წელი ყოფილიყოს. დავისხათ ჩაი და მოგიყვებით სად გავქრი და კიდევ როგორ განსაცდელში თუ გაკვეთილში ვარ, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა. ცოტა ჩაი მჭირდება. მოკლედ. გავქრი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უნდა მემუშავა იმისთვის, რომ ნიკუშას მუხლი დამიფინანსებინა. ეს იქნებოდა ჩემი სტაბილური შემოსავალი სამსახურებიდან თუ კიდევ დამატებითი საქმეები თუ ჩემი პატარა ბიზნესი. წავედი ამ სივრციდან, მიუხედავად იმის, რომ აქედან აღებული ფული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაინც წავედი, იმიტომ რომ არ გამომპარვოდა წუწული. ანუ ადამიანები განვიცდით რაღაცებს და რასაც ვფიქრობთ, ვამბობთ ხოლმე. როგორც ძველი ბიჭებით ვთქვი. ეხლა მე ჯგუფ არ მომიკითხება ხალხო. არც ერთ ცუდ კომენტარს არ მივიღებ, ჰაერში აქწევთ სულ ყველას, ვინც რაიმე ისეც დაწერთ, რაც არ იქნება მისაღები. მოურჩით ფეხს. გამოგვეტანეს სახლში ვარჯიშები, ბედნიერი ვარ. გეგმავ როგორ უნდა დაუბრუნებულიყავი. 30-ში მივდიოდი მამასთან. პირველი ახალი წელია ჩემ თბილისში. ფიქრობდი, რომ ჩამეწერა თქვენთვის ჩემი წნორის ვიდეოები, რომელიც იშვიათად მაქვს გადაღებული. მეჩვენებინა თქვენთვის როგორი იყო ჩემი სახლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ 29 დეკემბერს, როცა 28-ში ვიმუშავე და 29 შეკვეთა დამკვეთმა გამივქმა. დიდად არ მინერვიულია, იმიტომ რომ ვიფიქრე, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო. და დავისვენებ, ჩავალაგებ, მოვწესრიგდები და წავალ. დავისვენებ. დავიცინე. ნიკუშა გავიდა ბიჭებთან და დავწიქი და დავიცინე. რეკავს ტელეფონი. ნიკა აწერია. ვიღებ ტელეფონს და ძალიან დამშვიდებული ხმით მეუბნება, რომ თუ შეიძლება ჩავიდე ფრენბურთის ფედერაციაში, იმიტომ რომ ფეხი იტკინა და სასწრაფო დახმარების მანქანაში უკვე და მელოდება. პიჟამოებით ვარ. ვიბანავე და დავისვენე. სამ მივხვდი როგორ უნდა ჩამეცვა, სად მეპოვა საცვლები, სად იყო ნასკი. ყველაზე მნიშვნელოვანი ძალიან გამიგორდა ჩემი თავის, რომ ეგრევე პასპორტს პირადობა ვერ ვიპოვე და ნიკუშას პასპორტს ვტაცე ხელი და ჩანთაში ჩავაგდე. გავედი როგორც იქნა ავიხვეტე. მოვაბითავი. გავედი ჩავჯექი მანქანაში და ვერ ვხედავ. ვერ ვხედავ და კიევის ქუჩა არის აქვე. გზა არ ვიცი როგორ უნდა მივიდე კიევამდე. ეგ აღვიქვი, რომ სასწრაფოდ Google-ში ჩავწერე მისამართი და Google Map-ი გავიაქტიურე, მივაყუდე წინ. და მარცხენა თვალიდან ხედვა არ მაქვს საერთოდ, მაგრამ მარჯვენა თვალით რაღაცას ვხედავ და წავედი. შევედი სასწრაფო დახმარების მანქანაში, გადავჯექი ეს მანქანა დავაგდე. და წავედით. სასწრაფო მითხრა, რომ ამერიკულ ჰოსპიტალში გადამეყვანდა. გაითქო. თანახმა ვიყავი. შევედით. ჩემი და საქართველოში. დავურეკე. თან ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ უნდა ვანერვიულო. მალე დეიდა გავხდები. ფორმა ხონდა მოძებნა, მე შოკში ვარ.
მე როცა ვნერვიულობს, სასტიკად არაადეკვატური ვარ. ხოლო რაღაც გაეჭიმა თქო და ამერიკულ ჰოსპიტალში გადაგვიყვანეს მეთქი და მოდი თქო რომ არ მომატყუონ რაღაცა არ მოხდეს თქო რა. შემოვიდა რენტგენი. გამოიძახეს ქირურგები, ეს დროში იწელება უღლოდ სასტიკად. დაწყვეტილი მყესები. ეს რაც მიმკურნალით იმასთან შუაში არ არის, ეს სხვა ფაქტია, სხვა ნაწილებია. და ამ მყესებმა გადახა გვერისთავი. ასე დიაგნოზი კარგად მე ვერ ვეყვები. ვინმე ახლოს ხართ მედიცინასთან, 4 თავგუნთის და მყესის ტრავმა დაფლეთვა, კვერისთავის მოტეხილობა. εν რაოდენობით წამოვე, აქამდე მივალთ. პირველი რიცხვი შემეშინდა, როცა მითხრეს, რომ სასწრაფო ოპერაციაა. ის იყო, რომ ვერ გადავიხდიდი. ძალიან ავეყვანი ჩემი თავი ხელში გავვარდი მენეჯერთან და უთხრა რომ დაახლოებით ყველა ძვირი დამითვალე რა დაჯდება რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წუთას რომ ჩატარდეს სასწრაფო ოპერაცია, იმიტომ რომ არ წავიდეს გემატომები. და მე ეს უნდა შევძლო. და ძალიან დიდი გოგო ვარ, არავის არ ცხელა, ეხა ახალი წლის წინა დღეების ჩვენთვის და მე ეს დამოუკიდებლად უნდა შევძლო. მოკლედ ესეთი თანხა მითხრა, რომელიც მქონდა. და დავიწყეთ. მივიკითხეთ და გვერდჩეს განყოფილების უფროსი, მაგრამ განყოფილების უფროსი არ იყო, გამოძახებას დრო უნდოდა და არ ვიცი გადავწყვიტე, რომ ჩატარებულა ოპერაცია. Basic. გასრაშვილი. საკმაოდ ახალგაზრდა და მეორე ქირურგიც იყო, სოფო გვარი არ მახსოვს. ეხლა მახსენდება, რომ ოპერაცია რო იწყებოდა, ძალიან ადეკვატური ადამიანი იყო. მითხრეს, რომ სანამ ნარკოში შევიდა და რეანიმაციაში ამიყვანდნენ, საოპერაციოში უпростоრეთ და შემდეგ რეანიმაციაში რომ გადმოიყვანდნენ, გამოსვლის პროცესსაც დამასწრებდნენ. ძალიან დამეხმარა ეს, რომ დავინახე როგორ შევიდა ნარკოში, რომ ყველაფერი სტაბილური იყო, დამეხმარა. მომეწონა ეს საზღვარგარეთ გარეთ ხშირად მინახავს ხოლმე პატარა ვიდეოებში და ფილმებშიც და საქართველოში ხა მე ერთი ოპერაცია იყო გლანდების კი არა და ცხვერის ნიკას რო გავუკეთე და რა ის წაგიყვანა რა ის როგორ გამოვიქეცხე ჩინაშვილიდან არ მახსოვს. ხო და აქ ხო შედარებით არ იგრძნობოდა საქართველობა. ოპერაცია გაგრძელდა 3 საათი ნახევარი, 2 საათი. მაგრამ ეს ჩემთვის იყო მთელი ცხოვრება. საოპერაციო კართან ვიჯექი იატაკზე და რა ვიცი, არ მინდოდა გომოცხვერი მქონდა ის მიდებული და ვუყურებდი, როდის დასრულდებოდა ვინმე გამოსულიყო. ჭრილობა არის მუხლზე დაახლოებით ვერ დაგიდებთ, იმიტომ რომ იმდენად კარგი დღეებია, ვერ გაჩვენებთ იმდენად ბედნიერები ხართ ყველანი და მეც რა თქმა უნდა რომ ღმერთის მადლით კარგად არის ამ ეტაპზე ყველაფერი. დაახლოებით 20 სანტიმეტრიანი, 25 სანტიმეტრიანი ჭრილობა, რომელიც რკინით არის დამაგრებული. შიგნით დასჭირდა კვერისთავის გახვრეტა, რომ დამაგრებულიყო და მყესების გადაბმა. რკინა არ დასჭირდა. რაც ყველაზე ერთ-ერთი კიდევ საჩოთი რო თემა იყო გარდა იმის, რომ ამ ყველაფრის რეაბილიტაცია არის 6 თვე ხალხო, 6 თვე არ უნდა იაროს. ორ კვირაში უნდა მოიხსნას ნაკერები
4-დან 6 კვირამდე თაბაშირი, მე რაღაც გრადუსნიკი მაგრდება და მე იწყება თერაპიები, გუნდის და მყესების აღდგენა. ჩემი ემოციები იყო, არ ვიცი, როცა მარტო დავრჩი ჩემ შვილთან ერთად და კარები დაიხურა. დასჭერდა მორფი და მორფმაც არ გაახუჩა. ძალიან ადეკვატური გარემო გადაიქცა უცბად ჯოჯოხეთად, იმიტომ რომ ყველა ავადმყოფოში არის გედლაინი, რომ გაქვს მორიგე ექთანს რაღაც კონკრეტული წამალი. დანარჩენი არის სეიფში ჩაკეტილი და გჭირდება მორიგე ექიმი. არასდროს არ დამჭირვებია მსგავს შემთხვევა არ გამივლია, პირველია ღმერთმა არ დამაჭიროს, მაგრამ ამის მერე მეცოდინია. ის ღამე ნორმი იყო მორფის კვალობაზე და მეორე ღამეს დაიწყო ჯოჯოხეთი. ბავშვთმებს იგლეჯავს ტირის, კივის, წივის და რაღაცა დაუყენეს. მე ხო იცით როგორ გუგლა ვარ. ეგრევე დავგუგლე და პარაცეტამოლი იყო. ეხლა ჩემთვის რო ვუყურებ, ჯერ კიდევ ვერ გამოვსულ ვარ სტრესიდან, იმიტომ რომ იქამდე კიდე იყო ისეთი თათა მაჩუკა კარგი საჩუქარი. მე არ მწვენია ჩემი შვილების შეცდომების, უბრალოდ არ მოვყვები, იმიტომ რომ რა ვიცი, არ ვთვლი ამ ეტაპზე საჭიროდ. არასაპატიებელი იყო, მაგრამ რახან ვიაზრებთ იმას, რომ ყველა ადამიანი შეიძლება შეეშალოს და ერთხელ უნდა მისცეს შანსი, რომ დარჩეს წესიერ ბიჭად. ხო რა, რაც იყო, ის იყო. ანუ ის არ მქონდა გადახარშული და ჩემ თავს ველაპარაკები, ჩემ ტვინს ვაძალებ, რომ ფაქტი კი მიიღე. ოკეი, სწორად მოიქეცი, მაგრამ მე და უცებ ეს. ხო და დავინახე, რომ ეს პარაცეტამოლი ესხმება. გაბრაზებული ვარ, მე ძალიან საშიში, ანუ არავინ არ უნდა შემეხოს. და განერვებული ვარ. ვერ ვიკავებ თავს, როცა შემიძლია დანარჩენ პერიოდში თავის კონტროლი, მან ვეღარ ვიჭერ სამწუხაროდ. რო გავხდი ეგ თანს. თელღამ მემალებოდა ქალი. გადაგაგდა მეოთხედან დროз გავუკეთდა მშვიდობელი კერა და გამოყუჩება. ნუ მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო, მაინც კმაყოფილი წამოვედით, გუშინ გამოგვწერეს. ნახოთ შედეგები როგორ იქნება. მე დავბრუნდი. თქვენი გვერდში დგომა მჭირდება არა მატერიალური სახით. უბრალოდ ისე ადამიანურად. ჭირდება ეს ვიდეოებიც და ბევრი ნახვებიც, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი რაც სახში მომიწევს ყოფნა, შეუძლო რაღაცების გაკეთება. და გავდივართ ძალიან რთულ გზას იმისთვის, რომ დადგეს ფეხზე. სკოლას გადმოვუტან ონლაინ, შესწავლებას გადავიყვან, წამოვიღებ ფორმასები. გადასახადმა საშუალოდ მომიწია და დიდად არ შემემჩნა, რაც წამლებზე და საჭმელზე გუშინ წავიღე 400 ლარი. რო ვიფიქრე, რომ ეხლა პარაცეტამოლი რაღაცა ისეთ დანიშნულება მომეჩვენა. და ჭიფქვეშ კეთდება რაღაც ნემსი განზე. ის ღირდა მარტო ერთი ამპულა 11 ლარი და აღარ დამითვლია. 375 ლარი გადავიხადე წამლებში და ამოვბრუნდი, რომ საჭმელისთვის ფული ამეღო, იმიტომ რომ ბარათზე არასდროს არ მაქვს ფული და ამოვბრუნდი სახში. ხო. ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ უნდა მოხდეს. მე ამას ძალიან კარგად ვიაზრებ. ეს გზა რომ ჩემი გასავლელია, ძალიან კარგად ვხვდები. ვიმარტივებ იმით, რომ ვბედნიერდები იმით, რომ ჩემ შულთან სულ დადიოდა ქუჩაში, სულ ეძებდი, სულ ველოდებოდი, შვენიერი 6 თვე მაქვს წინ, არასდროს მოსაძებნი არ გამიხდება და მე თუ გავალ, რა თქმა უნდა გავიდე, მე როგორც ადაპტირდება,
კასტილები, არ ვიცი ქართულად როგორ არის. ვიშოვეთ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ზომა უნდა იყოს, ჯერჯერობით ვიყენებთ. გაიხსნა საფთიაქები და უნდა უყიდო თავის ზომა. და როცა შეძლებს უკვე კარგად გადაადგილებას, მე გავალ სამსახურში. ხო, ესეთი თავგადასავალი მაქვს. მაგრამ რას ვიზავთ? როცა ესეთ რაღაცას მომივლენს ხოლმე ღმერთი, ანუ გინდა დათასი იყოს, გინდა ნიკუშასი, გინდა ჩემი, ყოველთვის ვამბობ, რომ ამაზე გადამატარა და ის დამიცვა უფრო ცუდისგან, დამიცვა იმისგან, რაც უფრო მტკივნეულია და გამოუსწორებელია. მოვუფრთხილდეთ ხალხო ერთმანეთს, აი ერთი წამია იმისთვის, რომ ცხოვრება შეგეცვალოს რადიკალურად. ერთი წამია იმისთვის, რომ ანუ სულ ვიძახი, რომ ჩემ თავში ძალას როგორ პოულობ რამდენი სტრესი და როგორ დგახარ ფეხზე იმ დღეს ვკითხე ჩემ თავს და ჩემმა თავმა მიპასუხა, რომ ყარად და შენ შეგიძლია, იმიტომ რომ მაგარი გოგო ხარ და ანუ შენ თავთან ლაპარაკეთ გამოდიხარ, რომ ესე დაიმშვიდე ყველაფერს, აქ შენ შულზე ლაპარაკი სულ 4-ით ხოხავდა მე მაინც მივეხმარები მას ადგომაში და ძოლაში საჭმის მოტანაში გამზადებაში და მთელი რეაბილიტაციის დაფინანსებაში, ხო 4-ით კი არა, რა ვიცი, ეშმაკს ვესესხები ყველაფერს. ხო, მაგრამ აქედან როცა ესეთ რაღაცა ძალიან ცუდს გაკვეთილს მომცემს ხოლმე ღმერთი ვიძახი, რომ რაღაცა უნდა ისწავლო. ამ გაკვეთილიდან ვფიქრობ, რომ ჩემი თავის დაფასება უნდა ვისწავლო და უფრო მეტად უნდა შევიყვარო ჩემი თავი, იმიტომ რომ თურმე ძალიან მაგარი გოგო ყოფილა, რომელსაც შეუძლია დღეს ამ ცხოვრებაში აკეთოს ყველაფერი ისე, რომ მიშველეთ არ თქვას, ვაიმე არ თქვას, დამეხმარეთ არ თქვას და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ღმერთი შეწევნით მაქვს, ანუ ვფიქრობ მაინც რომ არ მომივლენს ისე განსაცდელს, რომ არ მქონდეს იმის გაკეთების თავი. გადატანის შეძლების. ხო და ესეთ გოლგოთას გზას შევუდექით. ჩემი არაადეკვატური, არამდგრადი ჯერჯერობით ფსიქიკით გუშინ და დღეს ძალიან ბევრი ვიცინე. ძალიან მინდოდა გოზინა. არ ვიცი რატო ამოვიჩმე, რა დროს გოზინაყია, მაგრამ აი გოზინაყი მინდოდა. მამა მითხრა რომ ორში გამოგიგზავნე ყველაფერს და დღეს მორიგე ვარო. ნუ სანამ გამომიგზავნის, ხო ყველაზე მნიშვნელოვანი და მავიწყდა რომ ჩემი მეგობრები ჩემს გვერდით იყვნენ, რა თქმა უნდა და მარტო ამას ჩემ ფეხებად შევძლებდი და ჩემი და გვერდიდან არ მომშორებია თავის ღიბით. ჩემი დიშვილიც ესეთი კარგი გოგოა. ხო და ჩემმა ეკამ გუშინ მთელი საახალწლოს უფრო ამომიტანა ხალხო ხელი არ გამიტოკებია. სავად მყოფოდა რომ გამოვედით და ნიკოლოზი რომ შემოვიყვანეთ 14 წუთში ამობრუნდა და რაც კი რა მქონდა გაკეთებული ყველაფერი მიწილადა და მე კიდევ მაგის ბედნიერი ვარ რომ ესეთი სამეგობრო მყავს. მე ბედნიერი ვარ ყველა იმათგანის რომელიც მწერდა რომ ანგარიშის ნომერი მომწერე, თორად შენი გეხვეწები პირადი ნომერი მომწერე, აი ვერ გამოვდივართ, გავედით თბილისიდან ზოგი საქართველოდან გავიდა და ზუსტად ვიცი რომ ამ 6 თვეს ძალიან მარტივად გავირბენ მათი გვერდში დგომით ის რომ იმედი რო გაქვს რომ აი დაუშვათ რაღაცა ვერ იმუშავე, რაღაცა ვერ შეკრიბე, ну შენ იცი რომ შენს გვერდით არის მთელი შენი სამეგობრო და აი ეკასაც დაბურაკიან ცრემლები მომდიოდა და დედა რო ჩაგიყებს და გამოგიგზავნის, დედის გამოგზავნელის გემოქონდა იმდენად მძრუნველობით იყო ყველაფერი ჩალაგებული იმდენად გულით და სიგემრიელით რომ ემოციების გარეშე ვერ მივიღე ეს. აი ისე ხო თითქოს ისეთია რომ მე რა მოხდა საჭმელი გიწილა და არა მოხდა ეს არის ზე ადამიანობის ზე მეგობრობის და კიდევ ერთხელ მიდასტურებენ ჩემი მეგობრები რომ არიან არ ვიცი ყველა ღმერთი საჩუქარი. ხო და ეს რა ვყობოდი გოზინა მინდა თქო რა ხო და ჩამოვიდა წუხელ ჩამოვიდა ბავშვი გადარეული იყო ხარ ას მოვახერხებდი როგორიღამის უძილო დაღლილი და ათხე გადითქო 12 საათზე მე ლოგინში შევხვდე იმიტომ რომ არაფრის თავი არ მქონდა ჯერ ისედაც არ მოყვარდა ახალი წელი და ეხა საერთოდ და რო შემობრუნდა გამეღვიძა მე ვედი და გოსინა რომ მომიტანე თქო ვაკითხები რა გოსინა ყიო დედა
დილას მეკითხებოდა, საერთოდ მომეტანაო. არც ერთ მაღაზიაში არ იყო მოვიარეო მართლა. ხო, ესეც ალბათ სტრესის ბრალია, თუ როგორ შეიძლება ქოსინაყი მინდოდეს, ახლა მე როცა არასდროს არ მიყვარდა და როცა ვაკეთებდით ხოლმე არასდროს არ ვჭამდი, იმიტომ რომ ნაღმას მუშტი მიხიზიანდება. წავედი მე და ხშირად მავალ, მე თქვენ გისურვებთ ყველა ჩემს საუკეთესო წელს. გვეყვარდეს ერთმანეთი და ავაფასოთ ეს ცხოვრება დროებით.